სიახლე გვირილაში გაატარე მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა. ეცხვარე ვასოს ტურისტები ესტუმრნენ. მოკვდი კაცი მარტო ამ თაში რა, ამ უქალობას რა უთხარი თორე. ამდილით უკვე ორი ძილი შეშამაკ დაჭეხილი უკვე რა. აი, უქალობას რა უთხარი თორე. ეგე. ახე როგორ შევაგიზგიზო ეხა. აი შენ გენაცვალე. აი საკაცო ნაჯახს ადვაგდებ. ესე. მაგრაწევს ხო იცი შენ, აი ცხვარი გამიცველდება, ა? კარებზე კაკუნია თუ მომესვა ეთყობა. აიმე გამარჯობა რა. აუ რა კაია რომ ვიყავეთ. გამარჯობა კაცო. გამარჯობა. მომძადით, გამარჯობა. ტურისტები ვარ. დათო პაპა, ჯიგრებო, მოდი. მოდი დამძადით, აბა ძმებო, მოდი დაჯეკ. გაიწვი მაშინ მოვყევით. თუ გაწვიმდა, აბა რა მაგარი წვიმებია, სხვა სულ დამისველდა და რავი, აბა ამდენი წელი ჩემთან სტუმარი არ მოსულოთ, ხენ გენაცვალეთ. ეხა უცებ ყველაფერი იქნება. სხვა დაგიკლავთ, ყველაფერი იქნება. თქვენ გაიხარეთ, ძმებო, როგორ გამახარეთ თქვენი მოსვლით. აი თქვენ გენაცვალეთ. რამდენი ხანია ჩემთან სტუმარი არ ყოფილა. სადაც თქვენ დავინახეთ, იქ მოვედით, რო? ესაც შესაფარი ვერ უნახეთ რა. აუ ეხლა ეზოში რო შემოვედით, რა მაგარი სვანური კოშკი გაქვთ აშენებული შეშის ნაჩეხებით. გავუცდით რა. არა, მე უფრო მაგას სხვა რაღაცას დავარქევდი, მაგრამ რახან ეგრე გინდა კი ბატონო იყოს შეში. ძალიან მაგარი სანახაობა. ამდენი ერთი ძილი უკვე დავჩეხე. აბა, უქალობას რა უთხარი თორე. აი. დათიკო პაპა, თქვენ მარტო ცხოვრობ? მარტო ცხოვრობ, ბაბა სხვა. მე და სხვარი და ძროხები. ძირითადად. აჰა, ესე იგი ძირითადად მარტო ცხოვრობ. ხო, მარტო ცხოვრობთ, ბაბა, მე ვარ აქამდე, მაგრამ რა არის ის შორიდან სინათლეს რო ხედავ, მოდი და განახო. აგე თისწვერზე ხედავ სინათლეს. ხო. ხო. მან ცხოვრობს გელა. გელა? ო, გელა არის და აქედან რომ გავხედავ ხოლმე იქ რომ ანთია რა, ვიცი რომ ვიღაცა ცხოვრობს და აი გულს უხარია. კაი თისწვერზე? ხო, აგე თისწვერზე. სინათლე რო. ო, სინათლე რო არის, გელა არის იქ და გელა გამომხედავს აქეთ იმასაც უხარია რომ მეც აქედან ვარ. კაი, გელა კი საქმე. დათიკო პაპა, ეგ მთვარეა. ჰა? ნო? რა არის გვარი კაცი? ეგ მთვარეა. მოიცა სუმარტო არაბა გელაც არ არის? აუ ბოდიში რა, ტელეფონი მიჯდება და თაეფსი ხო არ გაქვს. ხო, ტელეფონი არ იჭერს. ბოდიში რა თქვი? ანუ მიჯდება ტელეფონი და თაეფსი ხო არ გაქვს. არა უსახში რა, სიცივეა რა, მოხდა ბავშვობაში მეიცინე ამდენი თაიფსი. ეგ პრობლემა არ არის კაცო. ეგ პრობლემა არ არის, ცოტა რა, მოხურდები კაცი არა ხარ, ცოტა იმას კერი და ეგ აუშა იმას ვიზავ, რა ქვია? ისა. აგე ეს ყუთი მაჩუქეს და ხელა მაგარი ყუთია, აგე? აგე მიხვალ? აგე? ჩამოდები და დაისვენო. ხანა ამიდა ჩამოდები. ანუ დამტენი არ გაქვს, დამტენი, დამიჯდა ტელეფონი. რა უცნაური ხალხი გადეს კალაკელები კაცო. კრუხი დამიჯდა, გამიგია და ტელეფონი რა გაჭანდა როგორ დაუჯდა. ეს კალაკელები თუ გაგიჟდით თქვენ. რაღაცნაირი ხალხი ხართ რა. ძმებო, თქვენ კენაცვალეთ ვე. აი ხა ჯიპიტაუს მოვიტანკიდე, და თავლიოთ და დავსყოთ ისეთი მაგარი რომ ცხრებსაც დავკლავ და სიკანსაც დავკლავ. გაიგეთ გენაცვალე თქვენა. თქვენი ჭირიბე თქვენი, თქვენ გენაცვალე. დათიკო პაპა. ხო, თქვენ რამ დიდი ხანია ქალაქში არ ყოფილ ხართ? ქალაქში არ ყოფილ ვარ, ახლა გეტყვი. 32 წელია. 2 თვე, 2 კვირა და 9 დღე ხალი არ მინახავს. ანუ ხალი რას ნიშნავს არ გინახავთ ანუ? ანუ მე დროს ეგრე ვიტვლი რა, ქალებით ვიტვლი ხოლმე დროს, ჩემთან არის ეგრე რა, ეგრეა რა. ეგრე არის ჩემთან ქალებობა რა. ისა ესე აი მაგალითად რაიონის ცენტრში რო ჩახვიდეთ და მიდგეთ მოდგეთ იქ ქალები არ არიან? რაიონის ცენტრში ქალების მეტი რა არის, მაგრამ ეხა 2 წუთის გამო ეხა 80 კილომეტრი ფეხითი არის ეგრე არ არის აი მე ჩემი ეგრე ზილი მოაყენოს ეგრე შმაგი დავჩეხო 1-2 შეშაკიდე და ეგ არის რა ეგრე ვერთობი ხოლმე რა აი დათუნა
ამას ქავე, ჩვენ გონი ვართ კაცები. ეხლავე ძმებო, გავაგიზგიდებ ამას და შენ ხო, მაგრამ ჩვენც კაცები ვართ. ვითამაშოთ, რომ ახლა კაცები ვართ, ახლა მეშინია. შენ კი შენაცვალეთ ბიჭებო. როგორ დამახარეთ ბიჭებო თქვენი მოსვლა. გენაცვალეთ თქვენა. დათიკო ბაბა ისე მაგრად მიკვირს რომ აი ტურისტიც არ მოდის გოგო ვინმე ხა ნუ გამაგიჟე როგორ არ მოდიან მაგალითად ხა ორი კვირის წინ იყვნენ ამოსულები ტურისტები და მოდიოდნენ და გვერდზე დაყვებიან ეს ისეთი რა ქვია მაგას რო დაყვებიან გვერდზე რო დაყვებიან ხოლმე სულ აი გიდები დაყვებიან როგორც გინახავს რავი ეგრე ქოფაკი ნაგაზებივით არიან ერთი ვერ გავტაცევა ერთი ვერ გავტაცე რომ მიუვარდე ეგრე რა ხომა გაუკეთო და მე აქ ჰარილო ბაი არა მომა მაგის დრო ჩემო ძმაო და მომტაცე გენაცვალეთ ყველა ძმებო ძმაც მისთვისო ძალიან მეშინია და ხო დაგვიცავ, ჩემ თავს გაფიცებ? მიკი დაგიცავთ, მაგრამ თქვენ მე უნდა დამიცავთ, იმიტომ რომ ამან ქალი და კაცი არის. მე უნდა გადავიდე. ფაინე. აი თქვენ გენაცვალეთ ჯიგრებო, ძმებო, თქვენ გენაცვალეთ როგორ გაბაყარეთ. შეისახელი ჯიგარო? დათო. სეხნია ხარჩები. გენაცვალეთ დათო პაპაი. ბიჭო, ეხა შენ რო ჩამოგართვი ხელი, ეხა ცოტა რაღაცა ესე იყო და იმათ რო ჩამოვართვი ხელი, ცოტა რაღაცა ესეთი ნაზიკანი ქონდა, ესე რომ ხელი მოუსვი რაღაცა ნაზიკანი ქონდათ და ეთყობა ქალაქელ ბიჭებს ეხა ეგრე გავიგე რომ ეგენიო იმეცაც იკეთებენო კიდეო ლაკებს ისვამენო ჩხილებზეო ქალაქშიო სუფუ ბიჭო კაცი რომ ჩხილებს გაიკეთებს იმას რა უნდა ველაპარაკო გეულებ გადაგვარდეს სულ გეულები რა ქალაქში კაცი აღარ დაიარება ვაფშე კაცი თაში დავჭით მარტო კაცები მართლა ხო ნამდვილი კაცები თაში ხართ რა შენ ჭირიმე ჩემო ძმაო ეს ახლა სხვა გაქანების კაცი არის და ჩვენ უფრო სხვა გენეტიკის კენა ვართ პაპა გენაცვალეთ გოგოებო ისა შეიძლება საპირფარეცოში ტუალეტი გინდა მოდი აბა ჩვენ ხო იცი ტუალეტი თაში გარეთ გვაქვს აბა ჯიგარო მიდი აი პირდაპირ ტანი დაყევი პირდაპირ აი მაგ ხეს გაცდი სწორად მივდივარ მეორე ხეს გაცდი მან და ბუშკებს ხო ხედავ აი ეგ არის ტუალეტი მალე მოდი ლერი ბიჭო რა ქვია მასა ლერი ბიჭო რა ხანა ლერი ნო ჩაიცუცხა ქალივით ბიჭო სულ გადაშენდით ეს კაცები ბიჭო ტუალეტში რა წავიდა ჩაიცუცხა ბიჭო ეს რა ხმარა ვაი ჩემი სტუმრები ხარ თქვენ გენაცვალეთ იცი რა შეხს იყო ტუალეტი გოგო კი არა ნუ გზად ხო აუ რაღაცა სხვაზე უნდა გადავატანინოთ ახლა ყველა დიდი რა რამე დაიწყე თემა და აკვები მე ხო აი სხვა მე მგონი ბიჭო ქალები არიანო მე მგონი კარა ნახდათ რაღაცა გულმა რიჭკი მეყო ვებლებმა დაიწყე შიგნით სიანული და რაღაცა მთაში დამართა მართლა გოგოები ხარ თქვენა ქალები ხარ აუ რავი კი ვაი თქვენ ვაი თქვენა ქალი იცი რამდენი ხანი არ მინახავს ძალიან დიდი ხანი ვაიმე დათო ეს რა ქვია რაღაცაზე უნდა გადავატანო რა კარგია ხო მთაში რო ცხოვრობ მაგარი ნატურალური გაქვს ყველაფერი ნატურალურია მეც ნატური ვარ პროდუქტს მიიწევს ყველაფერი აბა რა ცხორი მყავს ძროხები მყავს იმადენაცვალოს და თაბაბაი აი და მასაც ჭამთ ხო ალბათ თქვენით აკეთებთ არაჟანს დამატოს არ ავჭამ რატო ისედაც ცუდად ავადა ეგენი რომ ჭამო დადგავდიჟდები თქვენ გენაცვალეთ ძმებო კი არა და ვისაც ვფიქრობ ისენო მოიცა რა ვკითხო ძროხა მყავს 6 ნარგიზა მყავს ერთი ძროხა მეორე მყავს თუთაბერა კაი რა მესამე მყავს ელზა რას ამბობ და მეოთხე მყავს კიდე საბრინა
ზრაიჭი ხანი აქ საბრინა დავარქი აი სახელი ქვია გენაცვალეთ მე აი თქვენი ჭირივე მე როგორ გამახა ჩაის მოგიდუღებთ ყავას მოგიდუღებთ არა იყოს არ გვინდა რა არა რა არ გვინდა რა არ გვინდა იყოს გოგოები გამოიცვიან და მოისვენებენ მოწესრიგდით კაცო აქვე მოწესრიგდით რა გამოიცვალეთ აქ კი არავინ არ იმას იზავს აქ სოლები ხატო და გამოიცვალ აქვე გამოიცვალეთ არა აქ ვერ გამოვიცვლით რა საბაბ კაცო ისეთი ფარდა მაქვს აქ რომ რა საბო მოდი აბა დადექით არა ვერ არა მაგ გამოვერი არ ჩანს საერთოდ არაფერი არ არა გამოჩნდება აქ ვერ გამოვიცვლით რა ოიცა კაცო თუ ესე ჩანს უფრო დავასქელოთ აჰა არა იყოს არ ხართ არა ჩახარ ჩაულები არა ეგ რა არის ეგ მაქედან ჩანს თორე აქედან საერთოდ არა ჩანს არა იყოს არ გვინდა რა ბაბა გაიხარეთ რა იყოთ რა მადლობა რა წავალთ ჩვენ რა მოიცა კაცო ესე ვთქვათ სარიელები რანაირად და ისა რა ქვია ჩემთან იყავით რა ქვია მართლეგრე კი არ არის საქმე კაცო ეხლა რა არიცი როცა ეგრე ვარ ხოლმე აღზნებული გავავსებ ხოლმე წყაროს წყალით ტაშსა და შიგნით წვევი ხოლმე ყინულივით წყალში ხო აბა რა მაგრამ უცებ წამოდუღდება ხოლმე წყალი ეგრე ორ წუთში გადუღებული ამ გახსენება და ჩაი ხო არ გინდათ ბარემ ადუღებულია ჩაის და გალები ისე ყავას დავლევდი გალებ ყავა არა იყოს გალებ ყავა ქალები რა მიდი რა არა ცხელი რა გალი ეხლა შემოგიტანთ ჩავა ყავა არა იყოს არ გვინდა თითქოს არის ყავა ცხელი გამათბობდა აი რა დროს გათბობა აქვს ხო არა რა არის ეხლა გათბობა და ყავა პირდაპირ პროპორციული რო არის გათბობა და გამრავლებასთან გაგონილი გექნება არა გამრავ არ მინდა ყავა როგორ არა ყავა მინდა ყავით იწყება ყველაფერი ეგრევე უკავშირდება მაგას უთრა გამარჯობა ძალიან დიდი ბოდიში ძალიან წვიმს გარეთ აქ შევაფარებ თავს რა თან გავიყინე რა ხდება ღმერთო შეისმინე ჩემი ლოცვა აი შენ გენაცვალე ჩემო გოგო ხო გოგო ხარ კი ხო ხარ გოგო კი გოგო ხარ ვაიმე 4 წელი გოგო მოვიდა ჩემთან ხალხო 4 წელი სამი რა 4 კაცო 4 ვაიმე აბა ესე იგი 4 არა ისა პაპა ბოდიში რა ნაკონ ჩხალი გადმოვარდა სახლი დაიწვა სიაკო ფიტნეს დარბაზში. ძალიან არ გინდა სირბილი, იმიტომ რომ ჩვენ ზედმეტი ტონის კლება არ გჭირდება, ხო? Ясно. ტონუსისთვის რა, ინახე ნელა. ვაიმე ამას ვისხედა ვაიმე მივხვდით რომ შენ ორგანიზმს ჭირდება ვარჯიში რომ რაღაც დონემდე მივიყვანო შენი საშინელი სხეული ვაიმე რა ლაპარაკია? რაღაც პონჩი პასტა ტონუსში მჭირდება რა ორგანიზმი ტონუსში მოვიყვანო და მაგ პონჩი ვარ აქ აი ტონუსში არ მშვილი მაგრამ აი ტონებში რო ხარ ვიცი და მოდი რაღაც კატეგორიის კილოგრამებამდე რომ დავიყვანო შენი სხეულია რა რაღაც პონჩი ვამშნევ და ჩემს სხეულთან რაღაცა პრობლემები გაქვს ანუ მე არ მოგწევს ჩემო ბატონო მომისმინე აი ფეხებზე დიდი ამბიცია რო გაქვს ატყობ საერთოდ თუ შენ ის რა გარი ამბიციებია მითხარი აი ეს გარი ამბიცია ხო როგორ შურიანი ტიპი ხარ ატყობ აი როგორ ფიქრობ რომ ეხა ეს შენი რაღაცა ენამწარობა რამეს დამაკლებს მაგდადო კიდია რა იცოდე დედიკო დაწყნარდი ეხა გეხოწები თავი არ გაუყადე ხო რა შარვალიაცვია შემონწმი და ვიქეშტოკადი რომ ეცმანცმია ვეხედავ ნახე არ არის ორიგინალი ერთი წუთი თავს ნუყადრი ზედმეტად შველო ნახე ჩემთვის დაკლება არ ჭირდება და ყველა ეუბნება რომ არც მომატება გინდა და არც დაკლება თქო და ანუ თქვენ იქნებით ჩემი შვილის პირადი ტრენერი ან შენთვის დაკლება არ ჭირდება საყვარელო და შებოლვა არ ჭირდება რას ნიშნავს შებოლვა რა ვიცი შემოგაგო კუპატების ტანი აქვს და ბარემ ხوار შევუყოთ აი რა უნდა ის პირდაპირ თავხედი ანუ
ტრიალში წყის რაღაცეები? ანუ რატო იბოხმები? არ იბოხმები. ნუ წყის მელაპარაკები. ამ შემთხვევაში რაღაც პონჩი მათსა გეთახმები, იმიტომ რომ მართლა მჭირდება რომ ცოტა ფორმაში მოვიდე, თან ზაფხული მოდის, ზღვა, გლაობა, ამბები, ძალიან ჩემია, ხო ხტები? ჩემს საყვარელი და მთაში რომ დაისვენო არ გინდა? აი, მოდი, მთაში შენ დაისვენე და ზღვა არის ჩემი, ზღვა და ბიკინი არის ჩემი. აუ, თან დებ. აუ, იცი ამინდა, რაღაც პონჩი მომინდა და პოდესი მქონდეს რა. 6 კუბიკი მინდა. შვილო, მომისმინე 12 კოვს შაქარს რო ყრით ჩაიში, ცოტა შევამციროთ, კარგი დედა და მე ვისაუბროთ უკვე 6 კუბიკზე. ხო? დედა, შენც ჩემი გშურს? ან შურს დედა. რაღაცა ტანი უნდა გამოვძერდა სხვანაირად. მოიცა გამოძერწილი ტანი არ მაქვს? ანუ გამოძერწილი ტანი კი გაქვს შვილო, მაგრამ იცი როგორი შემთხვევაა, რომ თითქოს ძერწვის დროს დაურეკეს, გავიდა და შუა პროცესში მიგატოვეს რა. ანუ დასამთავრებელია, ხო ხტები? ამიტომ ტრენერი უეჯველი გჭირდება და მორჩით. კი. კარგი, მოდი მე ახლა ფასებს გაგაცნობ. ეს იგი ბიცეპსი 50, ტრიცეპსი 70, მუცლის პრესი 100, ჯიმი 20 და სედანი 10. შედით მოდი, ხალო, სათხა. ვაიმე, საშა, უნდა მიშველო ეხლა მე. 60, 80, 90 გრამი აქვს მომატებული. სწრაფოდ დააგდებინე, თორე გავხრი სამოდელოს აგენტო და ხო, რა არის 60 გრამი? ბარემ გაგეშალათ, უფრო და გექეიბა დუქანში. ხო, აი ზუსტად. იდიოტები ესენი, დადეკით ეხლა. ტორტი ჭამე, რა მექნა. ტორტი ჭამე, ბარემ ხაში გეჭამა. აუ პლასტა ხმეთო რა უსამართლოა ცხოვრება. აი ამ ვიზუალის გოგოები უნდა იყვნენ მოდელები და ჩემნაირი ფორმებიანი გოგო არა ძალიან ტეხავს. მოსხოთ ეხავს. რაიმე ღმერთო მიშვენე ეს გოგო ენას არ აჩენებს. ღმერთო ეს რამე ჯილდოთ მერგო თუ რამე სარჯელია. რა გინდა შვილო? აი ეს ტელეფონები დადეთ ეხა და ივარჯიშეთ სასწრაფოდ. ბატონო შენ სანამ ვინმე სტანზე რამე სიტყვი, ჯერ შენთან შეხედე, კარგი? ეს სტანია თუ რაღაც მასობრივი განადგურების იარაღი. რაიმე შეგენაცვალე. რაიმე საშა, ხიროს იმაში რო ჩამოვაგდეს პუტკუნა დიდი. ვაიმე ზუსტად. აი ეგეთი ზუსტად. რაიმე სანამ ჩემი შვილის თან შეეხები, შენ გომბეშოებს მიხედე რა თავი. თქვენ რა არ მოგეწონეთ? ჩემ გოგოებზე აყოთ რამე? ჩემში ცია ძალიან არ გადაიტვირთოდე. კარგი? აი და დედა რაში მჭირდება გადატვირთვა? 2 მსუბუქად 1 2. გაგაება თქვენ ბიჭები ხართ ისე? არა, არ ყავთ. არ ყავთ? არა. ანუ და პონჩი თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ველოდებით? მოდი, ნუ დაელოდებით, თქვენ თვითონ ამხედრდით თეთრ ცხენზე და ისე მიდით, ოკეი? შენ შემოხედე. შენ სცადე ესე თვითონ? ხო, ясно. მე? თეთრი ცხენის დავითრიე. აუმხედრდი. და პრესტა თეთრი ცხენი ჩატყდა. ანუ თვითონ ცხენიც უნდა შეაჩიოთ ოღონდ სწორად რა. ეგ არის თავადი მიზანი. ჩატყდა უბრალოდ ცხენი. ჩატყდა და უბრალოდ დაზიანდა თვითონ. ხა, ნუ ცხენმა მაგარი გამიტეხა. კარგი. შენ რომელი ცხენი გაგიცნებ და საერთოდ მოდი 9 უღელი ხარი აარჩიე. კარგი და ისე მიდი პრინცთან. ხარ კამეჩი საშა. ვაიმე რა კარგი ხარ შენ კეკლოცო. ივარჯიშეთ მან. ძალიან დაბალი დონე. ფეხები. აჰა. 5 წუთი მივაჯიშე უკვე, ანუ 10 კილო. კიდე 15 წუთი ვივაჯიშებ და 30 კილო. ეგეც ჩემი ვაჯიში. საკმარისია. ვაიმე, ძალიან ბევრი არ მოგივიდეს და ძვალი და ტყავი არ დარჩე გოგონა, თორე გოგოს ხო სიგამხდრე არ უხდება რა. არა ვაფშე. არა ხო მე პერსონალო. კარგი გოგონებო, მოდით ახლა მარტივით დავიწყოთ. 50 აზიდვა, 100 პრესი და 3 წუთი სირბილი წავიდა. წავიდა, მათაც გეუბნება დედას მიცავად, იმიტომ რომ ხა გაგიგია ჯანსაღს ხელში, ჯანსაღი სულიაო. პროსტა ეხლა თქვენ სხეულებს ვუყურებ. ძალიან ცუდი წარმოდგენა მაქვს თქვენს სულზე. რავი, არ გეტყიდათ. ერთად შენ ვის შინაგან სამყაროზე ლაპარაკობ, ქაგო, საერთოდ შენი ვიზუალი თუ იმშენებ, შენი შინაგანი სამყარო გამოიყურება მარწყობის ნაგავსაყრელივით. მოდი ივარჯიშე. მოდი ჯერ ლუ გამოვასწოროთ და მერე ხაჭა დავიწყოთ ვაჯიშები.
ჩვენ გოგონებს ასუწუნებ მე რა ვიცი. ნახე საერთოდ არ მაინტერესებს შენი გოგონები, მაგრამ ჩემთვის რომ პირადი ტრენერი ჭირდება, ეს ზუსტად ვიცი რა. ოკეი? იმიტომ რომ პროგრამულად ბევრად წინ არის და ანუ თქვენები ვერ დაეწევიან. ოკეი, როგორც რატომ ვერ დაეწევიან? თუ რაღაცა პრეტენზიებია, თუ რა ხდება? შეხედე ვიზუალს წონას. შენ მოიდონე? ჩამენესენი რა. არა, იცით, ჩვენ ვეგანები ვართ. ამე ვეგანი კი არა, დადიანი იყავი, თუ გინდა შემოყავ. მოკლედ პირადი ტრენერი მჭირდება, კარგი? კარგი. სია. ხაიდე და მოდი აქ ვარჯიშე. აუ, მადი ვარჯიშე უკვე მინდა, მაგრამ მკიდია. სიაკო. მოდი. აუ, დედა მაჩადე და მკიდია გოგოებთან ვარ. იდიოტო, შენი გასაკეთებელი თუ მე რატომ ნავაკეთე. გამარჯობა. დიდი ხანია, რასაც ვარჯიშობთ? დიდი ხანია. მეუღლესთან ერთად დადიხართ ხო ალბათ? არა, მეუღლე არ აქვს, მარტო ვარჯიშობ. სია. 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 ხა, დედა. ყველა ვარჯიშობთ. ყველა ვარჯიშობთ. დიდი. ლავი. ჰაი. დაეხმარეთ რა ფეხს. შეიძლება რა ცოტა ფეხის აწევა გიჭის. იქითა ბარზაყი ცოტა დიდია, აქეთ ასახა. ძალიან კაი ხარ. ეს ფეხი დამაწევიდა, შეგიძლია. მადლობა. უდიდესი მადლობა. ჰაი და მე მოდელი ვიყავი ადრე რო იცოდე. ალბათ მიხდი ხარ? არა, ვერ შეგატყო საერთოდ. და მაგას მეუბნებიან ხოლმე, იმ პანჩი რომ ძალიან უშუალო ვარ და ძალიან კონტაქტური ვარ საუბრებში და თემებში და აი ძალიან კონტაქტური ვარ და ძალიან უბრალო ვარ. ყოველთვის შევდივარ კონტაქტში ხახტები. მოკლედ მე და მატილდა გვალიანმა ერთად დავიწყეთ ეს რაღაცა მოდელობები. ხო, მერე? ხო და რა ჩავფრინდით ამერიკაში. რომ მივედით სააგენტოში, მატილდა გვალიანმა ფეხი შედგა. მე ველა. თუ მიხვდები რატო? ალბათ ეს სუქანი ფეხები ვერ შეეტია, ხო? შეცდი. მე პატრონი არ მყავდა. ხები? სამოდელო სააგენტოში ვერ შევდგი ფეხი, მაგრამ რაილეთში შევდგი უპრობლემოდ ფეხი. რამოდენიმე თვე ვიმუშავე და მე ცოტა ფული დავაგრავე, ჩამოვედი და მაშინ გაიყო ჩემი და მატილდას გზები. ის კი ცდილობს რომ დამეკონტაქტოს და ჩემი და ქაიყოს, მაგრამ მე რაღაც პოჩი ცოტა ვიღებ. მორჩი, დავაგზელეთ რა გეხვეწები, ამცალია მაგისტრის. ანუ გევასებოდი და გოგო გეხვეწება, ხო ასეა? მაშინ გოგოებო, უყუდეთ დაკერვის მასტერკლასს. ეს წუთი. ფეხი ამოაყოფინეთ რა გეხვეწები. ერთი წუთით ტრენერს ჩამithე ძალიან გთხოვ. სიჩქარე მჭირდება. ესე იგი პირველად ნახე ზეიქიძის კალბასი რომ ეფლიქტავებოდეს კაცს. გააგრძელეთ. ჩადი. სინქრონში. ვაიმე, ძალიან დადონეცე. მიდი. ვაიმე, საშა უშვალე. აბა და სიტყვი. დახნათ. რავი, გადავივლოთ და დავიშალოთ რა. წავიდეთ ჩვენი რო. წავედით. გოგოებო, წავედით. დავიდით. დედა. ახლა პოჩი მინდა სიმართლე მითხრა. დედა და მე მჭის. არა შვილო, უნიკალური ხარ, უბრალოდ არ გიმართლებს. კარგი. კაი, მაგარი მკიდია, მოკლედ ხვალ ისევ რაღაცა ახალს ვიყავი. მოდი მომისმინე ახლა ეს გამორთე წავედით, კორტებზე უნდა წავიდეთ ჩოგბურთის აუცილებლად, ოკეი? აუ, ბაზარი არა. აუ, ჩემთვის გაფიქრეთ, ის დააფიქსე რომ ბრენდი არცეც არ ეცვა. ბიკეშტოკებით არის და რა იყო ხალო? ზინის კალოშები ქონდათ ამოცმული შვილო. და ის კუსლოჩკა რო იყო ვიღაცა კეკელკა. აუ, ძუს ის აბლა იყო. მომაჩვენე რა დედიკო რა, ძალიან იდიოტი და გიჟი მყავ ხარ. უი, ვიტანმა ჩემთვის გამოვიშვა. წამოდი. რა ჩოგბურთი?
ბურთი რა ჩოგბურთი. ხალო ეს რო შუაზე გაჭრა ამისგან ორი მარია შარაპოვა გამოვა და ერთმანეთში ითამაშებენ. აუ წადი დავაი და შეშურიანო რა. აუ დე გენიოსი მყავხარ. ძალიან მიყვანხარ წავედით. ხელის თხოვნის რეპეტიცია. მე რო ბედნიერები ვიყოთ და აი ეს თქვენი ყავა ინებეთ. აი მადლობა. გემრიელად მიირთით. კიდევ რამე ხარ დამატებთ? არა, არაფერი არ მინდა, მადლობა, გაიხარეთ. უკაცრავად შეიძლება ჩემი საქმე არ არის, მაგრამ რაღაც აფორიაქებული მეჩვენებით და თქვენი დახმარება ხო არ შემიძლია? არა, ისეთი არაფერი, უბრალოდ დღეს ჩემს საცოლეს ხელი უნდა ვთხოვო და მაგიტო ცოტას ნერვიულობ ხო? აუ რა მაგარია. ისე რახან დახმარება მთხოვეთ. შეგიძლიათ მართლა დამეხმაროთ? კი, აბა. ანუ რეპეტიცია რო გავიარო ხელის თხოვნის თქვენთან. არ არის პრობლემა. შეიძლება? კი. მაშინ იცი რა ვიცი ესე არა. ვიცი. ჩემო ცხოვრება. ჩემო ბედნიერება. ჩემო თვალის სინათლე. გახდები ჩემი ცოლი. კვირდები რომ რა სურვილიც არ ქონდა ბავშვობაში თუ დიდობაში ყველა შეგისრულებ. მოგატარებ თელ სოფლიოს. წავალთ ბარსელონაში, პარიზში, რომში, მალდივებზე. კვირდები რომ თელ ცხოვრებას ერთად გავატარებთ. ვაიმე. მართლა? აბა დაიფიცე. დედას გეფიცები. აი თორჯერა. თანახმა ხარ? თანახმა ვარ. ვაიმე მიყვარხარ. მეც მიყვარხარ. კი არა და ესა. ხო, ეგ არის რა. მადლობა, საკმარისია. გაიხარე. ვახ, ცოტა მომეშვა. სულ ეს იყო, ანუ ისეთი არაფერი არ. ხო, ახლა ძალიან ესე თავისუფალთან შეგიძლიათ ამამად. ისა ბეჭედი არ გაყვეთ, თხოვთ ვაიმე ბეჭედი. წათით. რა? ვაიმე რა უხე ვერ ვიხსნი? ცოტა ისე ძლიერად რო ისე დააშველით აბა. აუ არა გიხვეწებით ეხლა სადაც წუთი-წუთზე მოვა რა. ვაიმე რა უხერხულია. ეხლა რა გიხვეწებით რა. ვაიმე ვერ ვიხსნი ეს რა. ქირურგიულად რო მოიხსნათ ბეჭედი? ეგ როგორ? აი ცოტა ხანი ცხადით რო იაროთ რა. ვაიმე მაგას მირჩევი იცი ცოლად გამოყვე კაცო. ვაიმე რა უხერხულია. კაი მოიცა რაღაცას მოვიფიქრებ ისა. აი სკარზე დადექით და ეს ქვემოდან ესე დავქაჩავ ცოტა ძლიერად და. აბა მოდი ხო. მაჩვენეთ თითი. ცოტა ხანი არის უნდქო ცოტა ხანი. კაი მოდუნდით ცოტა ხანი. ვაიმე თუ მოვდუნდი ბეჭენ თითზე მიკეთია და გამოყვები ბარემ ცოლად. კაი გიხვეწები ეხლა რაგის თავი არა მაქვს რა. ისი აქამდე უნდა მეკითხა და თქვენ სად მუშაობთ? არსად არ მუშაობ. ნელა. არა ისე არა უშავს პრინციპში ცოტა ხანი ჩემ კისერზე იქნები და მე დაიწყებ მუშაობასა. კაი გიხვეწები ეხლა ხუმრობის თავი არ მაქვს ეს. ვაიმე ნელა რა მტკივა? ბოდიში მარა რა უქრა ბეჭედი მინდა ეხლა. ბექა? ცი მოხვედი? ბექა ანუ კაფეში იმიტომ დამპატიჟე რომ ჩემი თვალით მენახა ყველაფერი? არა ეს ის არ არის შენ რასაც ფიქრობ? არა ხო არ არის. რა ფიქრობ დავინახე. არა ცია უბრალოდ ის არ ვიცნობ ამ ადამიანს უცნობი ადამიანია არც იცნობ და უცნობი ადამიანი მოყავს ცოლა და მე და შენ ბექა 5 წელია შეყვარებულები ვარ და სულ იმას მეუნები ჯერ მზად არ ვარო. არა გოგო რა ცოლებს ბოდო მართლა გეუნები არა ცოლად არ მომყავს მართლა გეუნები შენ უნდა მომიყვანე ცოლად ხელის თხოვნის რეპეტიციას. აბა რაინდად გაკურთხა თუ რატო ეგდე მუხლებზე? გოგო მომისე მიყვირი ხარ ერთი წამით მომისვინია საერთოდ არ ვიცნობ ამ გოგოს უბრალოდ რეპეტიციას გავდიოდი ბეჭედი გაუკეთე ხელზე და გაეჭედა აღარ ძურება. კი რეპეტიციას გავდიოდით მართლა რა. აუ კარგით რა რებს ბოდიალო ბექა საერთოდ. რატო? ანუ საერთოდ არაფრის არ მჯერა მე. მიყვარხარ ხო იცი რომ შენ მიყვარხარ ყველაზე მეტად. ყი აღარ ვიცი. დედას გეფიცები შენ მიყვარხარ ყველაზე მეტად რა. აჰა. რა? შენ მიყვარხარ დედას გეფიცებიო? ანუ დედა შენი უფრო მეტად გიყვარს.
კაი, შენ და დედა ჩემი მიყვარს ყველაზე მეტად ძმას პიცავა, რა ვქნა? ანუ ძმაც ჩემზე მეტად გიყვარს, ბექა? კაი, შენ დედა ჩემი და ჩემი ძმა მიყვარს ყველაზე მეტად ბაბუის სულს პიცავა რა. სული? ანუ სულიც ჩემზე მეტად გიყვარს, ბექა და საერთოდ არ გამიკვირდება რომ ეს ადამიანიც გიყვარს. აუ არა. საერთოდ არ ვიცნობ მეთქი ამ გოგოს რა. საერთოდ არ ვიცნობ, უბრალოდ შენთვის ხელის თხოვნა მინდოდა და შენ სანამ მოხვიდოდი, ისა რა ქვია, ბეჭედი რეპეტიცია გავიარე რა, რეპეტიცია. აუ, კარგით რა, არ მჯერა. უთხარით რა რაღაცა რა გეხვეწებით რა იქნება. აუ მართლა დაიჯერეთ რა, ძალიან გთხოვთ. აი, თქვენ თვითონ მონახეთ თუ აი, ნახეთ. აუ, გეხვეწები რა, არ მჯერა. მეტირება უკვე. ცია, გემუდარები დამიჯერე რა, გთხოვ. ბექა არ მჯერა, იმიტომ რომ ჩემი თვალით დავინახე. კაი, მაშინ მოვედი რესტორანში, სრულიად უცნობ მინდას ხელი ვთხოვე და ცოლად მომყავს. ნაწირალა ხარ, მეტი არაფერი. გატყუარა ნაწირალა ხარ. ეს დაიჯერე, გოგო, ამდენი რაღაცა გითხარი, მანამდე არ ჯერა. ანუ ამაში გამცვალე ბექა? გოგო, არ გაგცვალე, საერთოდ არ ვიცნობ მეთქი ამ ადამიანს რა, რეპეტიცია იყო, რეპეტიცია. რეპეტიცია, ხო და მაგას ვამობ, რეპეტიციით იწყება. ჯერ ბეჭოდის გაკეთების რეპეტიცია, მერე პირველი ღამის რეპეტიცია, მერე ბავშვის გაჩენის რეპეტიცია, მერე ტკბილი ოჯახობანას რეპეტიცია. მე ამ დროს ცირკები ვატარო ქუჩაში? აუ არა, ძალიან უხერხულად ვარ, მართლა დაიჯერეთ, თუ არაფერი არ იყო რა. აი მართლა რეპეტიცია იყო. ძალიან ცუდად ვარ ეხლა რა. მართლა ძალიან ცუდად ვარ რა. ცია დამიჯერე რა, გთხოვ, არაფერი მართლა გეუნები შემთხვევით. მართლა არაფერი არ ყოფილა. აუ არ მჯერა რა და შენც კიდე ჩაიგდენა რა. როგორ დავიჯერო ეხლა რომ იცი რომ ეს ბიჭი არის ძალიან მაგარი ბიზნესმენი, მილიონერია, უამრავი ნაკვეთი აქვს, კერძო სახლები აქვს, მანქანები, რავი, ყველაფერი აქვს და აი ამდენი ფული აქვს ბიჭ და შენ არა დაიჯერე. კაი, დამშვიდი ეხლა. და შენ ვინ გდიხარ საერთოდ რომ ჩემი ბიჭის ქონებაში იქექები? ბოდიში? ბატონო? წეღან არ მთხოვე ხელი ბიჭო. ხო და რეპეტიცია გამატარეთ მეთქე. ისიც რეპეტიცია იყო რომ მეუბნებოდი ბარსელონაში წაგიყვანო? ხო, რეპეტიცია, ციაგო არ დაუჯერო დედას პიცავა. ისიც რეპეტიცია იყო, წეღან ცივი ყავა რო წავიღე, აი იქით მაგიდას და თვალი რო გამომაყოლე. აი იცი როგორ მიყურებ და თვალებით მჭამდა პირდაპირ. გოგონა მომისმინე? ჩემი ყავა მიქონდა სხვასთან და მაგი რო გამოგხედეთ, რა შვაში ხარ თქვენ? ერთი წამით, ცია, მომისმინე, გეხვეწები. საერთოდ არ ვიცი, უბრალო მიმტანია რა, გოგო, რატო აქცევ ყურადღებას? მე ვარ უბრალო მიმტანი. გუში ხამე, შენ არ მეუბნებოდი, ჩემი ქალღმერთი და ჩემი დედოფალი ხარო? გუში ხამე? ანუ იწექით ბექა? კი, ვიწექით, ვიდექით და საერთოდ ძალიან ფანტასტიკური ღამე გქონდა. რა ფანტაზია, იმერე ჯოან როულინგია რა, დედას პიცავა. ცია, დამიჯერ, დაჯექი ერთი წამით დაწყნარდი გეხვეწები, თვალებში ჩამხედე. შენ თავს პიცავარ. მოვედი, ბეჭედი მოვიტანე, იმიტომ რომ შენთვის მინდოდა ხელი მეთხოვნა. თხოვე ადამიანს რომ რეპეტიცია გავიარო, სანამ შენ მოხვალ და უბრალოდ ესე მოხდა რომ ბეჭედი გაუკეთე და ვეღარ მოვაძრე. დამიჯერე რა. თვალებს ჩამხედე. აუ მე მგონი შენ მართალს მეუბნები ყო. ხო, გოგო, მართალს გეუბნები. მართლა მეგიყვარო? შენ თავს ვფიცავარ, შენ მიყვარ. აუ ხო რაღაცა უაზრო გაუგებრობას ქონდა ადგილი. ხო, მომისმინე გოგონა, გაუგებრობა, იცი რა არის? მომხმარებელს შავი ლუდის მაგივრად გაუფილტრავ ხორბლის ლუდს რომ მიუტან. აი ეგ და ეს არის შანსი. რა შანსი? რა შანსი? და რომ გავთხოვდე, აი ამ ბეჭედს არ მოვიხსნი, ჩემი იქნება და ეს ბიჭიც ჩემი გახდება. ოპა! ერთია, გეხვეწები. არ გინდა რა, ამიაკი. შენ გოგო, გამომხედე ხო აქ. გაჩერდი შენც. გამომხედე გოგო აქ. შენ მე ნაზი ფარფატა გოგო ხო არ გონი ვარ შემთხვევით. ეს ბიჭი ჩემი რო გამხდარიყო, 3 თვე პური პირში არ ჩამიდია. 6 წელი მეცადინეობდი, ავიღე დიპლომები, ჩემი 4 დაქალი წარსულში ჩავტოვე, იმიტომ რომ წარსული დამევიწყებინა. ჩემი ყველა პარტნიორი დავივიწყე საერთოდ და შენ მეუბნები, რომ ეხლა ამ ბიჭს არ დავგითამობო. იცი რას გიზავ? ცია, ხო, კაი, მოიცა, ერთი წა. მოიცა. ცია. ტიკტოკერებმა ავეჯი გაყინეს. იცი, ჩავთო? აუ, არ მოეჯახო რა. აუ, თაკო შენი სისულელები ხელს მიშლის. აუ, არ მოეჯახო. წავიდა. 3, 2, 1.
არა, ძალიან ეას მოაკეთებ, კაი? ოკეი? გოგო, ტრენდია და როგორც ცეკვა ვისე უნდა გააკეთო. ეხლა აქ ვერ უყურებ როგორ შვებია. ხმა შენი ხმა არის. საბლი მე ნუ მასწავლე. შენი ხმა არის თავიდან. თავიდან. არ გააგრძელო ბოლოსე. წავიდა. ესე კაია ხო? არა. ბიჭო, ესე კაია ხო? ამა ფუტუნი კაია. აუ. კაია. კაია. Oh yeah, sister. ძალიან კაია. ბერეტები შენა. მაგრამ წავიდი. YouTube-ი იხოდება. აუ მოდი ის გადავიღოთ, გეხოცები ყველა იღებ და შენ რამდენჯერ ხარი მიტყდება და ბარემ გადავიღოთ შენც რა. კუტუ მაგ. კაი. წავიდა. Akutu makutu, subarinara, kutu makutu, subarinara, kutu makutu, sude. Oh, mommy! რა ხდება შვილო? აუ! რა ხდება შვილო? ერთი კვირა რაც დაგტოვეთ და რა კუტუ გამაგებინეთ. რა საპირეთ გოგო? სადა გაქვს კუტუ? Oh, mommy! აი შენ თუ კუტუ გაქვს, რატო აპირებ შვილო? ტრენდია უბრალოდ რა. აი ტრენდია, რატო ხარ გოიმი? ცი ეხლა გავგიჟდები. რა ხდება აქ? რა ამბავია? ხო გითხარით, კვენეთ მოიქეცითო. თაკო ერთი კვირა დაგტოვეთ სულ. სად არის ავეჯი? აქ დივანი. ის დივანი ვისია იქ? ეს ჩემი გვერდი მოვაწყო, აქ პოდკასტი უნდა დავიწყო, თაკოს პოდკასტი. რა უნდა დაიწყო შვილო? პოდკასტი. პოდკასტი რა არის შვილო? აი ესე რომ შედავ ხოლმე სავარძლებში და აი შენელებულები რომ ლაპარაკობენ და აი უფრო მეტი ნახვები გაქვს, თუ უფრო გაწელავ ამ ლაპარაკს და ცოტა ცუც სიტყვებს სიტყვი. აი მაგალითად რა შვები შეჩემა, ან კაი ნუ გა. მე თაკო ხა მომისმრე მართლა ნუ გა აკეშულო და დროზე ეხლა ისავეჯი რაც აქ მე მთელიც ჩემი ცხოვრების მანძილზე დავაგროვე მოიტანეთ დროზე ნახე ამას ნახე ამას ნახე No, please. სია გადი არ მომეკარო Mommy. What, mommy? Oh, yeah. What, mommy? რა უყავი ჩემი ავეჯი, ჰა? აუ მამი, მოკლედ ზოგი გავყიდეთ, ზოგი გავაჩუქეთ, ზოგი გადავცვალეთ, ზოგი გათამაშებაში მოიგავ ხალხმა და მოკლედ ჩვენს კონტენტს ასე ჭირდებოდა მამი და წარდი გაისწორე, please. რა კონტენტი, შვილო, რა კონტენტი? სად არის? ის ჩემი საწოლი სად არის? რა კონტენტი? ანუ ეხლა კონტენტზე დავიძინო მე? Oh no, mami, ძალიან ბანძი ხარ, mami. კონტენტზე არ უნდა დაიძინო, mami, კონტენტს უნდა უყურო. რა კონტენტს უნდა უყურო, შვილო? რა კონტენტს უნდა უყურო, შვილო? რა კონტენტს უნდა უყურო? რა ვაკეთებ? აი ეხლა იმას ვაკეთებ, რომ გაჩვენებ შენ კონტენტს როგორ ურთხავს დედა თავის შვილს. ხო იქნება აუ ძალიან მაგარია, მე ვიღებ რა, ხო და მაგრა გაიცნო. გადამიხერე. მიდი გადავე. ვიღებ. გადი იქით. Please, mami, გადი, ძალიან ეს მიფრე. სია, გადი. ამას ხონად მუსიკას ვადებ. გადი იქით, სია, ყოფთხო. თაკო, გამაგებინე რა ხდება? რა არის ეს რა მომიცი აქ რა მაიმუნება ჩვენ საერთოდ ნორმალურები ხართ საწაიღეთ ლიფტები ხა ღმერთო რა დავაშავე ვის როიალი გავყიდა რა დავაშავე ესეთი ორი არაადეკვატური შვილი რომ ყავს რა დავაშავე ეს სანათი ვიყიდე და ის როიალი გავყიდე იქ რო იდგა დედა ჩემს ნაჩუქარი როიალი გაყიდე და რა გააკეთე აი ეს სანათი ვიყიდე რომ გავანათო საქაურობა თაკო ანუ ჩემი როიალი გაყიდე რომ ეგ სანათი გეყიდა ხო აი ეხლა თაკო მეტი არ მიდა მაქ სანათზე ყვითელი ფოთლები არ დამიკრა თორე შენ ფოლოვერებს თაკო დროზე დაუკარი ყვითელი ფოთლები დროზე რა კაცის კაცურო ცია რა კაცის Come on, mommy. კაცის კაცურო. Come on. აუ ცია გამაუშვი მეც მინდა აი მე შვილო დაიკეთე ეს დაგინდა დაჯექი არ მინდა თაკო აუ პოდკასტი უნდა ჩავწერო დაჯექი პოდკასტი რომელია მოდი დაჯექი დაგინდა შვილო რა სათვალე რა უნდა ვქნა ეს დაჯექი რა დაჯექიდე მოგესალმებით მეგობრებო დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმარია დედა ჩემი და მე დედასთან მინდა გადავიდე კითხვით დედა შეჩემა როგორ მოხდეს ჩემი სტუდია რა უთხარი დედა აუ დედა ესე უნდა რა ნახვები მეკ შეჩემს რატო მეუბნები კარგი რა დედა ხო როგორ მოხდეს ჩემი სტუდია მოგისალმებით გამარჯობა თქვენ ჩემო
ძალიან მომწონს თქვენი სტუდია, მაგრამ სად არის ჩემი ავეჯი, სად არის შვილი ეს ყველაფერი რა თქმა უნდა. ჩემო მეგობრებო, ძალიან სწორად აღნიშნა დედა ჩემმა, სად არის ავეჯიო. მე ეს ავეჯი ბარტერულად გადავცვალე და აი ეს მიკროფონი მოვიტანე. ანუ შვილო ესე მარტივად ადექი და აი ამ მიკროფონში გაცვალე? კი, დედა მარტივად ძალიან. ეხლა ჩართულია კამერა? კი. აი დედა ჩემს უნდა მოგესალმებით, მინდა რომ მეც ჩემი სიტყვა რომ თქვა. კი, კი. ვისაც სურვილი გაქვთ, აი ამ თავხეთ გოგონას გაგიცვლით ნებისმიერ ცხოველში, ზაზუნაში, ღორჯოში, იყოს თევზი, იყოს მედუზა, იყოს რვაფეხა, ძაღლი, ნებისმიერი, წაიყვანეთ ეს მათხოვარი. ესეც და მეორეც. ესენი ადამიანები არ არიან, ესენი ხო ჩემი შვილები არ არიან. დიდი მადლობა. კიდე რა არის სახლიდან გატანილი გეკითხები? დედა, კაი. სია, რა არის სახლიდან გატანილი კიდე? მამი. ერთი What, mommy? Don't kill me, mommy. Oh God, please. სარეცხის მანქანა სად არის? არა, შენ არა, შენ. სარეცხის მანქანა სად არის? Oh, mommy. ის სარეცხის მანქანა სად არის? გაყიდეთ? No, mommy. TikTok-ის გამო სარეცხის მანქანას ვერ გავყიდიდი, okay? აბა რაკენით. აბა რაკენით. კიდე კაი რომ ეგ სარეცხის მანქანა მაინც გადარჩა. სარეცხის მანქანა გავათამაშე, mommy. Yeah. Good. რაკენი შვილი? გაათამაშა. სად გაათამაშე? TikTok-ზე. და რა როგორ გაათამაშე შვილო? კომენტარებში დაუწყე. საუკეთესო კომენტარის ავტორმა გაიმარჯვა. Yeah, mommy. What, mommy? მე მეტირება. სუდად ხარ? დედა. Ey, კაია, ჩემი სპონსორი არის ენერგეტიკული. ძალიან სუდად ვარ, გული მინდის რა. მიდი, cry, mommy. მიდი, გული მინდის, სუდად ვარ, შვილო, რა დავაშავეთ ქვეყანში. სია, ჩემი ენერგეტიკული სპონსორი ვინც არის რა? ჩემი ენერგეტიკული რო დავალევინო და ვითომ გონზე რომ მოვიდეს. აუ, დაკაია, მიდი, დალევინე, შემოვიდანე. გადი. არ ვიცი სადა. გადით ერთ წუთით. აი აქ ჭაღი რო ჩემმა დიდმა ბებია მაჩუქა. სად წავიდა? წავიდე. მამი, ეგ მე გავყიდე. Yeah, მამი. გავყიდე. აი პირდაპირ გეუბნები, მამი, რომ გავყიდე. რატო გაყიდეთ სია? იმიტომ, მამი, რომ ლაივში იყო ერთ-ერთი მოთამაშე გასული და ლომი დაურყი, მამი, იცი რა ამბავი აწყდა და თუ რა უხარი. დედა გაგიჟდა ყველა რომ იმენა მილიონერი ხალ. Money. I can see for money. ესენი დააცარიელეთ სახლი ხო შვილო? დააცარიელეთ, ყველაფერი გამიყიდეთ. ერთი კითხეთ რა მანდ ბარემ, ის ჩართული ხო არის ლაივი? კითხეთ აბა, ცოტა ხანში შესული, მოგძანდით, მოგესალმებით, ცოტა ხანში შესული, ასაკიანი ქალი ხომ არ გჭირდებათ, სახლში ბარტერით, ანუ მოვალ თქვენთან და გოგოები გაგიცვლიან ხო? ლომი იქნება თუ რა იქნება, არ ვიცი. ანუ დავალაგებ სახლს, დავრეცხავ, ჭურჭელს ყველაფერს გავაკეთებ, გაცვლით. Oh, mommy, you are very clever. Very ჭკვიანი მამი მყავს და იასებ, mama. ძალიან მალე გაგაჩუქებთ. კი, შვილო, დარწმუნებული ვარ, თვალსაც არ დაახ. რატო ხელი არ მომტყდა, რომ თქვენ ტელეფონები გიყიდეთ და აი ეს TikTok-ი რომ გააკეთეთ, რატო არ დაგილეწეთ თავიდან ბოლომდე ეს ტელეფონები? ნუ ნერვიულობ რა, ის სიმღერა ხო იცი? აურა, ძიმე აურა, ყველა ისე ცხოვრობს როგორც დაიმსახურა. აურა, ძიმე აურა, ყველა ისე ცხოვრობს როგორც დაიმსახურა. ჰე! აურა, ძიმე აურა, ყველა ისე ცხოვრობს როგორც დაიმსახურა. აურა! გაჩუნდი! გაჩუნდი სიახო! Mommy! What do you want at me? Mommy, it's you? დედა. ის სარკე რა უყავით? აი აქ რო ეკიდა. მამი. ჰა? ეგ სარკე მე გავყიდე. რატო? Go, mami. Go. Mami. TikTok-ზე უნივერსალი მოთამაშე გავხდი, მამი. ერთი წუთს უნივერსალი რა არის? ანუ რას ნიშნავს? მამი, უნივერსალი მოთამაშე ხდები მაგ დროს, როცა უბრალოდ ანუ ეგ მოგენიჭება უბრალოდ ეგ სტატუსი. მე ანუ საჩუქარია, მამი, და მე მაგ საჩუქარს ვისაც კიდე იმას დაუტყავ, მამი, ოკეი? დაუტყავ. ანუ ლაივში ხდება ცია ეს? მამი, go. ხო და ანუ ნახეთ ცია, თუ არ გინდა რომ ხა ლაივში აი ეს უნივერსალური ხელი მოგარტყა, დროზე შვილო ეგ სარკე დაიდოს. გასაგებია? Very good idea. მაგარი იდეა. მოდი ხა 10-ის ნახევარზე ჩავნიშნოთ ლაივი და მაგრად უნდა მცემო 30 კაცი მჭირდება და 10 კაცი ავდივარ. მამი, go. Yeah, mami. Oh no. ანუ დღეს ხო? ანუ დღეს გვინდა ცემა გოგოებო? ღამე?
ღამე გვინდა? მამი, ხო, რავი. ლაივში და რამდენი ხვაზე ავდივართ? აუ, ძალიან ბევრი ხვაზე აიწევს. ხვაზე ავდივარ. ოკეი, ძალიან მაგარია, მაშინ დავიწყოთ სია. ოკეი. გამოდი აქეთ თაკო. Oh no, mami. Oh no, mami. გამოდი თაკო აქეთ. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. ეს შემისები დღეს იქნებიან ჩემი გადაცემის სტუმრები და ჩვენ გვექნება თემა თუ როგორ უნდა აღვზარდოთ შვილები. ანუ თუ დაინტერესებულები ხართ ამ თემით, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი და დაგველოდოთ ყოველ შაბათს. ია, მამი. რამეს ხوار დაამატეთ თქვენ ჩემო. შეხედავთ. სიახლე გვირილაში გაატარა მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა.